მეგობრებო, ისევ გამარჯობა. გადავწყვეტე დღეს ქათმის მკერდი გავაკეთო ჩაშუშული ბოსნეულში. ამისათვის რაც დაგჭირდება გაჩვენებთ. მე მოვხარშე ქათმის მკერდი ორი ნაჭერი, ესე რამდენსაც ხედავთ. გავამზადე ბულგარული, გავამზადე ხახვი და ნიორი. ხახვი უნდა დავაბლენდერო, რადგან არ ჭამს ჩემი ბიჭი. პომიდორი კანი გავაცალე და დავჭრი ახლა. ნახევარი ჭიქა ბრინჯი და მწვანილები. მწვანილებიც ჯერ არ ჩამილბია, ახლა უნდა გავრეცხო. ცოტა ტომატი, ცოტა სვანური მარილი და ერთი გალინა ბლანკა. ცოტაც კიდე მწარე წიწაკა. დავიწყებ ახლა გაკეთებას, მომზადებას და გაჩვენებთ. არ ვიცი მეგობრებო, ახლა მაქედან როგორ ჩანს, მე შტატივი მინდა გამოვიწერო და შევიძენ და მე აქედან უფრო უკეთესად გადავიღებ. აქედან ვერაფერს ისე ვერ ვახერხებ, რომ ყველაფერი დეტალურად ჩანდეს. მაგრამ ყვები მაინც და ამას გასაგებად მაინც ხსნი. განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, უბრალო საჭმელია. ბევრს იცით მე რომ არ ვაკეთებ და ყოველდღე ახალ საჭმელს ვაკეთებ და ეხლაც ისე ცოტას ვაკეთებ. ეს ხახვი დავაბლენდერე მეთქი ვამბობ, მაგრამ არა ბლენდერებს. ნახე როგორ კუბიკებად ჭრის, ძალიან პატარა კუბიკებად და ამას კიდე ვეღარ ამჩნევს ჩემი შვილი. დავწვი ცხიმი. გამოვთუშავ ცოტა ხავსა ნიორს. ადრე საჭმელში ნიორს ეშვებოდი ბოლოს. და არ იყო ცუდი, რატომ იყო, მაგრამ მე რატომღაც ასე ხავსის ერთად თუშავ და უფრო გემრია გემოსაძლევს. უფრო ჯუჯალი გროვდება რა თქმა უნდა. უფრო განსაკუთრებულ გემოსაძლევს რაღაც გადაყავს იმ ნიორის და ხახვის ერთ გემოში და ასე უფრო მომწონს. ეხლა პატარა პარზე ვადგავ, იმიტომ რომ იქით ვერ დაინახავს და აქედან ცოტა მაინც რომ გამოჩნდეს ნიორიც ჩავამატო. ყოველთვის მირჩევნია ჯერ საჭმელი გავაკეთო და დანარჩენს მერე მივყვები. საჭმელი რომ მზადა, უკვე ჩათვალეთ ნახევარი საქმე გაკეთებულია. იმის იქით რაღა უნდა ჩქარა ყველაფერს გააკეთე. თავარი მაინც საჭმელია. ხო. სულ ცოტა ტომატს ვუკეთებ, იმიტომ რომ ფერის მისაცემად პომიდორი უნდა ვუქნა მაინც და ბევრს არ დავუკეთებ. აი სულ ცოტა. ზოგჯერ პომიდორს საერთოდ ავხმარობ და პაპრიკით ვაკეთებ. ისიც აძლევს ფერს, მაგრამ ცოტა ტომატი მაინც სხვანაირ გემოსაძლევს და გააჩნია ეს ვაკეთებ, თორემ უფრო მირჩევნია ზოგჯერ პომიდორი და ზოგჯერ პაპრიკა. ცოტა მეტად მოვითუშოს. თქვენს ერთად გაკეთებული საქმე უფრო სიამოვნებს, თქვენს ერთად გაკეთებული კერძი უფრო სიამოვნებს. უკვე მივეჩვიე ამას. თქვენს გარეშე უკვე აღარ მინდა. ჩავამატებ გალინა ბლანკას. კარგად გაიხსნას, ჩაითუშო შიგნით. ყველა თავისებურად აკეთებს ყველაფერს.
რა ვიცი, ჩემი სტილი მოგწონთ, არ მოგწონთ, არ ვიცი, მაგრამ მე რას და როგორ ვაკეთებ, გაჩვენეთ მაინც. ეს ახლა არაფერი არ არის, ეს ყველა მიცით. მაგრამ არის. ჩავაკრე ბულგაროსაც. ესეც მოვშუშო ცოტა. ბრინჯიც გავრეცხე გამზადებული მაქვს, პომიდორის დავჭერი გამზადებული მაქვს და ქათმის მკერდიც დავჭერი და გამზადებული მაქვს. ცოტა წიწაკაც დავუკეთოთ. სვანურ მარილს ბოლოს წვიმის ერთად გავუკეთებ. ჩავშვა პომიდორიც. ჩავშვა ბრინჯსაც. მაქვს გამზადებული ადუღებული წყალი, ამასაც ჩავამატებ. ბევრი არა, ცოტა, რომ ბრინჯი მოიხარშოს და ოდნავ წვენი გქონდეს. ჩავაყარე. ბრინჯი ბრინჯს რომ ცოტა დამოხარშვა, ჩავაყარე ქათმის მკერდი, ჩავაწყე, წვანილებიც დავაყარე, სვანური მარილიც ჩავაყარე, ცოტა ხმელი ქინძიც დავუმატებ. ეხლა ვადუღებ 10 წუთს და საკმარისი იქნება. რადგან გალინა ბლანკა და სვანური მარილი აქვს, მარილს მე აღარ ვამატებ, გავსინჯავთ ბოლოს როგორი იქნება. გაჩვენებთ 10 წუთში მზად იქნება. აი, ესეც ჩემი კერძი, ჩაშუშული ბრინჯში და ბოსტნეულში, ძალიან გემრიელია, დამჯერეთ, ეგეც კაიმაღი, ყველში, დაბწნილი ყველი და კაიმაღი გახსნილია ცოტა რძეში, რადგან სქელი იყო. ორივე არის ძალიან გემრიელი, უგემრიელესი, მოვლიან ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი და მივართ. ეს არის დღევანდელი სადი. ნიკო, შემოიხედებებო, აბა ხელი დაუქნიე. შევი ხარ? გუში. გუში? ხო. გუში? საღამო მშვიდობის მეგობრებო, დღეს მყავს შვილი დატოვებული. ვრცელი ვიდეო ვეღარ ჩავწერე.
ბებო, ერთი წუთით ბაბუა იგიძახის. ბაბუა გიძახის, რა უნდა? რა უნდა, ნახე შედი. მთელი დღე მისგან კარგულებაში ვარ. დამიტოვეს დღეს და ეხლა ვაჭკუმპალავე, სველი თმებით არის. თამაშობს, აურზაური გვაქვს სახლში. მირჭკვაზე დავდივართ, ბებიაც, ბაბუაც. ბებო, გინდა მოხვიდე ჩემთან? ნახოთ აქ ვიდეოში ვინ ხარ შენ? მოდი ხალხს გავეცნოთ, ბებო. მეგობრებს გავეცნოთ. დახტუნაობს მირჭკვაზე. სიხარულით არ არის, აქ მოსვლა ძალიან უყვარს. ცალკე ცხოვრობენ და ზოგჯერ ასე რომ ჭირდებათ, ჩემთან მოყავთ და ვიტოვებ. ხან ერთი დღით, ხან ორი დღით, რა ვიცი, როცა მათ დაჭირდებათ. ეს პატარა ბიჭის შვილია. ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ სამუშაოს გამო ხან იქ არის და ხან აქ არის ჩემი ბიჭი და როცა ხან ის ბები აიტოვებს, უმეტესად ის ბები აიტოვებს, ზოგჯერ ჩემთან მოყავთ და სამუშაოს გამო 100 არიან, ხან იქით არიან, ხან აქეთ არიან და რა ვიცი, ყველგან ვართ. ცოტას რაღაცას გადავიღებ, კი უყვარს ეკრანთან მოსვლა, მაგრამ ეხლა რა ვიცი, ეხლა ამ წუთას კაპრიზობს და არ უნდა. ბაბუას ეთამაშება. ერთი ჭკუისები არიან. ხო და არ დავაძალებ, მაგრამ მაინც გაჩვენებთ, როგორია. ეხლა სველთმებში სულ სხვანაირია და ისე ძალიან ხვეული არ აქვს, მაგრამ გრძელთმიანი. თბილი, საყვარელი, ბუნჩულა, რაღაცნაირია. ვითხოვე ნება რომ გამოვაჩენ ცოტა ხნით მაინც მეთქი, კიო მითხეს და ცალი-თვალი იქით მაქვს, ეხლა იქით ვიყურები რომ კი არაფერს არ დააშავებ, ჭკვიანია, მაგრამ მაინც ყურადღება უნდა. და ასე რომ დიდი ვიდეო არ გამომივა. რასაც შევძლებ იმას გადავიღებ და ჩაგიგდებთ. ვიდეოს გარეშე მაინც არ დავჩები, ვიცით მელოდებით და მაინც მოვახერხებ და მოვა. ბებო, შემისთან ხარ? Ja, bebo. კიდევ? კიდევ? გინდა გიყვარს აქ მოსვლა? ძალიან? იქნება გადავიღოთ კიდე. ნახეთ? ეს არის ჩემი მოხელე ბიჭი. ელექტრიკია. სადმე ვინმეს თუ აქ კაბელების შესაერთებელი პრობლემა არ არის, აკეთებს ყველაფერს. ბებო, შემოიხედე ბებო. მაკოცე. სად გიყვარს ბებო? გულში და სულში, ხო? ეს უნდა დაგამაგრო. მე არ დამამაგრო ბებო. უნდა დაგამაგრო და არ გაფუჭდეს. ეს პირგა. მე ცამის ჭკუის ვარეს რომ მოდის ჩემთან. ძირში ხოხიალობთ და თამაშობთ და მთელ ამბავში ვართ. კი, მართალია. ბავშვი სწორად უნდა აღზარდო და ყველაფერი არ შეიძლება რომ შეუსრულო, მაგრამ ყოველ დღე რომ ჩემთან იზრდებოდეს, სულ ასე არ მოიქცევი, მაგრამ ჩემთან რომ არ არის უმეტესად და მოდის უფრო ნაკლები აქ ვიდრე იქითა, ამიტომ ცოტა სურვილებს ვუსრულებ და ვანებივრებ, მაგრამ არ აუშვებს. მაგას დამაგრე. იყოს ჩემი ბრალი. ჰა? იყო. ეს უნდა შევაერთო. თუნდა შევაერთო. ეს არის ჩემი ნათანიკო. ეგრეთი? გაჭუჭული თმებით.
სველი თმები დავარცხნა არ უყვარს. ბებო ბებო დღეს ვისთან იძინებ? შენთან და ამირან. ჩემთან და ამირანთან? ხო. რატო? დავით ასეა. ასია? ხო. სხვაგან დაიძინე? სხვაგან? ხო. სხვაგან არ ვიცი. რატო? არ ვიცი. აი ყველაფერი შეერთებულია. სადმე თუ რამე კაბელი არის და შტრიფცელი არის, ყველგან შეერთებულია. და ამას დავყვები რომ რამე ისე არ ჩართოს. ხაშე ეს უნდა დავამაგრებ და ბებო ერთი წუთით მე მე დავაშავე რამე? ხო ეს მოიძე რა დავაშავე? არაფერი მოიძეს ხო, იმიტომ მოვიძრე რომ ვიდეოს წერ ბებო ერთი წუთით და მე ვითანა. ვიდეო ხო. აი ჩავწერო? ხო და კი ჩასვედე თუ უნდა ჩასვედე კაი ბებო. დაალაგე? ხო, მოხდავდე. ყოჩახ შენ მაგარი ბიჭი ხარ. აბა მაჩვენე მაგარი როგორია? როგორია მაგარი? კაი. აბა ხელით მაჩვენე მაგარი ბიჭი როგორია? როგორია? ეს არ მაგარი ბიჭი. ჩემი ენა გატლეკილი. ეს უნდა დაგამაგრო ხელა. კაი. ეს ვე დაგამაგე. ბაბუას დაამაგრე წათი. მიდი, ბაბუას უფრო კარგად დაამაგრე. ასე დაგამაგრე. ხო, კაი, იყოს კაი, დამამაგრე. რა კაი, ასე რომ მეგობრებო, დღეს ამით დაგემშვიდობებით. ხვალეთ დილით სანამ ძინავს გამოვეპარები რომ ვიდეო ჩავრთო, თორე სულ უნდა რომ ჩემს გვერდით იყოს ერთი წამი რომ წამია არ მშორდება. სადაც ვარ, მანაც იქ არის. არ მინდა ახლა ძალიან ხმაურიანი ვიდეო გამოვიდეს და თავი მოგაბეზროთ და ამიტომ მოდი დღეს ასე დავტოვოთ. შვიდობიან ღამეს გისურვებთ. ხვალამდე შევეცდები რომ მოვიდე აუცილებლად. შეძლებს დაგვარად როგორც შევძლებ ისე. აბა კარგად. ვისოთ ხარ კარგად.